გიორგი ჩაკვეტაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, ქართული ოცნებიდან საღამოშვიდობისა, მადლობა. საღამოშვიდობის მადლობა მოწვევისთვის. მოხდა და იღეთ გადაცემაში მონაწილეობას. მოდი დავიწყოთ სალომე ზურაბიშვილის ცოტა ხნის წინ გავრცელებული განცხადებით, მან მიმართა ევროპის ლიდერებს, რომ ქვეყანაში არის საშინელი მდგომარეობა და მათ მოსთხოვა, რომ მიიღოს შესაბამისი რეაგირება. ასევე მას დღეს ასევე ჩაატარა ბრიფინგი და შეშფოთებული არის ფონდების დაყადაღებით. თქვენ როგორ შეაფასებთ? საღამოშვიდობის კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით მოწვევისთვის. მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. მნიშვნელოვანია ის გზავნილები, რომელიც ისმის ჩვენი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან. ჩვენ გვაქვს პოზიტიური დღის წესრიგი და ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ამ მხრივ დაგეგმილი არის არაერთი რეფორმა, რომელიც ემსახურება ქართველი ხალხის ნებას. ეს შეეხება ოჯახური ღირებულებების დაცვას, ეს შეეხება საერთაშორისო დაფინანსების გამჭვირვალობას, ეს შეეხება იმ მთავარ საკითხებს, რომელიც აქტუალური არის ჩვენი მოქალაქეებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ვეცნობით ამ განცხადებებს, რომელსაც კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენლები აკეთებენ, მაგრამ ჩვენ გვაქვს აქცენტი იმაზე, რომ გაგრძელდეს ის განვითარება, რომელიც ქვეყანაში არის. ჩვენ 2024 წელი დავასრულეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით და ვნახეთ, რომ იანვარშიც იყო რეკორდული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ქალბატონის განცხადებებს, რომელიც არის ჩვეულებრივად წარმოდგენილი როგორც ერთ-ერთი უცხოური ორგანიზაციის ყოფილი მკვლევარი, ყოფილი პრეზიდენტი საქართველოსი, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ის განცხადებები, რომელსაც ის აკეთებს. მისი ერთადერთი მიზანი წლების მანძილზე იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და დღესაც ზუსტად ანალოგიურად აგრძელებს. ჩვენ ამ ყველაფერს ვპასუხობთ, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული, არ ესიამოვნებოდა, რა თქმა უნდა, როდესაც ის ფონდები, რომელიც პირადად მას მთელ კოლექტიურ ნაცმოძრაობას აფინანსებენ, დაყადაღდა. თუმცა ეს არის სამართლებრივი პროცესი. მე დარწმუნებული ვარ, რომ კონკრეტული ნაბიჯები კიდევ იქნება გადადგმული, არავის არ მივცემთ იმის უფლებას, რომ საქართველოში მოახდინოს არეულობა, დესტაბილიზაცია, გამოიყენოს ხალხის ნება იმისთვის, რომ რაღაც გადატრიალება შემოგვთავაზოს და კიდევ ერთი რევოლუცია ამ ქვეყანაში. ამ ყველაფრის მიმართ იყო მიმართული ზოგადად ეს ფონდები, შემჩნეული არიან დესტრუქციულ საქმიანობაში, შესაბამისად გუშინ იყო გადაწყვეტილება მიღებული შესაბამისი უწყებების მხრიდან, რაც გულისხმობდა ამ ფონდების დაყადაღებას. რა თქმა უნდა, ეს არ ესიამოვნებოდა, იმიტომ რომ ის არის კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენელი. თან ყველაზე საინტერესო ის არის, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობის ლიდერადაც, ერთ-ერთ ლიდერადაც გიბერჩამოყალიბდა იმ განვლილი გზის და დამსახურებების მიუხედავად, რომელიც მას ნამდვილად აქ ამ პარტიის და ზოგადად კოლექტიური ნაცმოძრაობის ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრობთ და ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა თავმჯდომარემ ბატონმა ხაბეიშვილმა 2 დღის წინ გააკრიტიკა და რაღაცა დროს სალომე ზურაბიშვილია მას ამოეწურა უფლებამოსილებაო. დღეს თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ცდილობს ოპოზიციის გაერთიანებას. მოკლედ ის სულისკვეთება აღარ ჩანს ოპოზიციაში, რასაც ხედავდით ხომ ჩვენ მაშინაც კი, როდესაც ის პრეზიდენტი იყო, ხედავდით ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და სხვა პარტიები მიბრძანდებოდნენ ხოლმე მასთან. ახლა ზურაბიშვილის კრიტიკა დაიწყო ნაციონალურმა მოძრაობამ. ეს რა პროცესი არის, რა ხდება თქვენი შეფასებით? უნდა მოახერხო ადამიანმა, რომ საქართველოს პრეზიდენტობიდან დახვიდე ნაცმოძრაობის პრეზიდენტობამდე, თან როდესაც ნაცმოძრაობაც არ გაღიარებს საკუთარ პრეზიდენტად. ეს სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა, მაგრამ ვერ მოახერხა ის, რომ გამختارიყო ნაცმოძრაობის ლიდერი. ეს არის შიდა დაპირისპირება, რასაც ჩვენ უყურებთ. საზოგადოებისთვის ვფიქრობ, რომ არის ნაკლებად საინტერესო, მაგრამ ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ ყველა დეზინფორმაციაზე, რომელიც ამ ადამიანების მხრიდან ვრცელდება, გავცეთ შესაბამისი პასუხი. სიმართლე არის ერთი, სიმართლე არის ის, რომ 2020 წლის შემდეგ ამ ქვეყანაში მზადდებოდა არაერთი რევოლუცია, რომელიც ჩაფლავდა. და მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ კი კიდევ იქნება მსგავსი მცდელობები, ანალოგიური კრახისთვის იქნება განწირული, ვერ აგროვებენ შესაბამის მხარდაჭერას არჩევნებზე და ერთ-ერთი რაც დარჩენიათ არის არეულობა და როგორც ჩანს, შემდეგი ან გასული არეულობების სცენარებში სალომე ზურაბიშვილი უკვე აღარ ჩდება. აი ახლა ოპოზიციის ორი წარმომადგენელი მყავდა და ისინი ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა და ოპოზიციამ, მიუხედავად იმისა, რომ თქვათ ოპოზიცია თვითონ ამბობს, რომ აი ამ პროცესებს მოქალაქეები მართავენ და ისინი არ არიან ჩართულებია, თქვათ მასშტაბები რატომ ვერ შეიძინან, რომ ეკითხებით ოპოზიციის წარმომადგენლებს, ისინი ამბობენ, რომ ამ პროცესებს ოპოზიციის ლიდერები არ მართავენ, თუმცა ისინი ამბობენ, რომ თქვენ პრობლემები შეგიქმნეს დასავლეთში საქართველოს ხელისუფლებას, რომ დასაქცირდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, დასაქცირდნენ მოსამართლეები, ასე შემდეგ და რამდენად შეგიქმნათ პრობლემები საერთაშორისო მასშტაბით, თქვათ იგივე ოპოზიციამ.
ევროპული ინტეგრაცია, რომელიც ჩვენი გაცხადებული მიზანი არის, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ჩაიწერა კონსტიტუციაში, რომლის ავტორიც არის პრემიერ-მინისტრი დღევანდელი ირაკლი კობახიძე. ეს არის დამსახურება და მონაპოვარი ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფოს, ეს არის ჩვენი სულისკვეთება, საითაც მივდივართ, თუ კი ვინმე ამ გზაზე გთხოვს ჩვენი სუვერენიტეტის გვერდზე გადადებას, თუ კი გთხოვს, რომ გარკვეული შეურაცხყოფები მივიღოთ როგორც სახელმწიფო, როგორც თვითმყოფადმა ერმა, ეს დაუშვებელი არის. ჩვენ გვაქვს დღის წესრიგი, ეს საარჩევნო პროგრამაშიც გვეწერა, რომ ვაგრძელებთ ღირსებით სულას ევროპისკენ, შესაბამისად ის რეფორმები, რომლებიც არსებობს, ის მაჩვენებლები, მათ შორის კოპენჰაგენის კრიტერიუმები, რასაც ეფუძნება ევროკავშირში ინტეგრაცია, ამ მხრივ აქტიურად მუშაობ, თქვით კიდეც, რომ არაერთი ინტერპრეტაცია მოყვა შემდეგ, რომ თითქოს ევროპული ინტეგრაცია საფრთხე ემუქრებოდა, ასოცირების შეთანხმებით ნაკის რვალდებულებებს შევასრულებთ და გავაგრძელებთ ამ მიმართულებით სულას, ეს არის ჩვენი არჩევანი, რაც შეეხება იმას, რომ თითქოს გარკვეული დააბკოლებები იქნება ამ გზაზე, ერთ-ერთი დააბკოლება ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობა, რომელიც მთელი წლების მანძილზე ცდილობდა იმას, რომ ეს ქვეყანა ჩართულიყო ომში, როგორმე მომხდარიყო არეულობა, დესტაბილიზაცია და ამ გზით, როდესაც შეეცდებოდნენ ხელისუფლებაში დაბრუნება, შემდეგ მომხდარიყო ამ ქვეყნის არაერთ უბედურებაში ჩავარდნა, რაც რა თქმა უნდა ჩვენ არ დაუშვით და არ დაუშვით. იგივე ზურაბიშვილმა აი დღეს გააკეთა ასეთი განცხადება, რომ ჯერჯერობით არ ეტყობა საქართველოს ბიუჯეტსო ესო, მაგრამ ეს საერთაშორისო დახმარებებიო მარტო არასამთავრობოებს კი არ ხმარდებოდაო, ბიუჯეტში სხვადასხვა პროგრამებს ხმარდებოდა, ეს აუცილებლად დაეტყობა იგივე საქართველოს ეკონომიკასო. რას უპასუხებთ ამას? აი, საქართველოს ეკონომიკაზე ნამდვილად არ არის ამათი ძლიერი მხარე, რომ ისაუბრონ, ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრ ჩვენ თანამოქალაქეს უჭირს სტატისტიკას, რა თქმა უნდა, ვნახულობთ. ძალიან ხშირად და ვეცნობით საქსტატიც ავრცელებს ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით ყოველთვიურ რეჟიმში. ეკონომიკა არის ძალიან კარგ მდგომარეობაში, ეს ნიშნავს იმას, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, როდესაც ასეთი რყევების ფონზე რეგიონის გამოწვევებიდან გამომდინარე საქართველოში არის, ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ შევძელით ამის შენარჩუნება, ვაგრძელებთ ამ ტემპს და არ დაუშვებთ, რომ ვინმემ აქ რაღაც არეულობა გამოიწვიოს, შემდეგ ეკონომიკა ჩამოიქცეს, რასაც ვხედავთ უკრაინაში რუსული აგრესიის შემდეგ, რაც ხდება და ზოგადად ეს კიდევ ერთი დიდი ცალკე თემა არის და ჩვენ არ დაუშვით, რომ ამ საერთო არეულობის სცენარი გამხდარიყავით, აქ გაგვეხსნა მეორე ფრონტი და ჩვენი გმირი სამხედროები შეგვეწირა იმისთვის, რომ გაუგებარი მიზნებისთვის შეგვეწირა, რაც რა თქმა უნდა ჩვენ არ დაუშვით და არც მომავალში არ დაუშვებთ. ის რომ საერთაშორისო დაფინანსების კუთხით ეს ქცეული არის ერთ-ერთ ბერკეტად, რომელიც გამოყენებული არის საერთაშორისო ფონდების თუ სხვადასხვა აქტორების მხრიდან, ეს ჩვენთვის გასაგებია. არაერთი მცდელობა იყო მათ შორის კანდიდატის სტატუსით, შემდეგ მოლაპარაკებების გახსნით, რომ როგორმე შანტაჟი განხორციელებულიყო გარკვეული გავლენიანი ჯგუფების მხრიდან, ჩვენ ეს არ დაუშვებთ არც მომავალში და ის დაფინანსება, რომელიც მათ შორის თქვათ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ მიედინებოდა, ასევე ტელევიზიების მიმართ მიედინებოდა, კონკრეტულად კანონის ცვლილების საფუძველზე შექმნით ფონდი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციები დაფინანსდება და გაძლიერდება. გასაგებია და ასევე მინდა გითხოთ მედიის შესახებ კანონი, დღეს მეორე მოსმენით მიიღეთ, რამდენადაც ცნობილი არის საქართველოს პარლამენტში ბრიტანული მოდელი. ეს კანონი ხომ არ შეზღუდავს, არის გარკვეული მედია საშუალებების მხრიდან, შიში არის იმისა, რომ სად გავას თქვა ზღვარი სიტყვის თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებასა და რაღაცა ყალბი ინფორმაციის გავრცელებას შორის. აი, რამე ხომ არ მოხდება ისე, რომ აი ამ სახელით რაღაცა სახით მოხდება მედიაზე დარტყმა. მადლობა ამ კითხვისთვის, მნიშვნელოვანი კითხვა არის, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ბევრ თანამოქალაქეს აინტერესებს ეს რა თქმა უნდა და საპარლამენტო განხილვები ამისთვის ძალიან კარგი ფორმატია. არც მეტი, არც ნაკლები ეს იქნება ბრიტანული მოდელი, რომელიც შეეხება თუ როგორი რეგულირება უნდა იყოს ზოგადად მედია საშუალებების შიგნით, რაც აქამდე თვითრეგულირებით ხორციელდებოდა, ზუსტად ანალოგიური სტანდარტი გადადის შესაბამისი უწყებების ხელში. ეს იქნება მნიშვნელოვანი ბერკეტი იმისთვის, რომ ზოგადად არსებობდეს ჯანსაღი მედია საშუალებები, არავის არ ქონდეს იმის უფლება, რომ გარკვეული ისეთი სიუჟეტი მაგალითად მოამზადოს, რომელიც არის შეურაცხყოფელი, არ ეფუძნება არანაირ ინფორმაციას.
ეს იქნება ზუსტად ერთ-ერთი და არის ნათარგმნი ბრიტანული მოდელისგან. იყო ბევრი სპეკულაცია ამასთან დაკავშირებით, თუმცა ვფიქრობ, რომ ყველა ამ კითხვას პასუხი გაეცა. ის რაც იყო თვითრეგულირებაში, გადადის სახელმწიფო რეგულირებაში, მათ შორის სხვა კანონიანის და ასევე შეეხება ესეც არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც, ესეც ზუსტად ანალოგიურად გაუქმდება, აღარ იქნება მათი მონაწილეობა სავალდებულო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. წლებმა აჩვენა საუკუნეებმაც პრინციპში, რომ როგორც ამერიკაში არის FARA, ძალიან კარგი მოდელი იმისთვის, რომ ხორციელდებოდეს ფინანსების გამჭვირვალობა და მათი მონიტორინგი, ანალოგიურად მედიასთან დაკავშირებით ეს არის ბრიტანული მოდელი. შესაბამისად, ჩვენ ავიღეთ, ვთარგმნეთ ეს და რა თქმა უნდა, ქართულ რეალობას მოერგება. მადლობა. გიორგი რომ მოხვედით და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა ქართული ოცნებიდან გიორგი ჩაკვეტაძეს უსმენთ და